დილამშვიდობის, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვაგრძელებთ დილის პალიტრას. დასასრულს მივახლოვდა ჩვენი გადაცემა რეალურად, თუმცა ძალიან საინტერესო ამბავი შემოვინახეთ ბოლოსთვის, მაგრამ მიდრე გადავვალთ ჩვენ სტუმრებთან, მოდი კიდევ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს დოკუმენტების საცავი, რომელიც აი აქ ზურგს მიმაგრებს, ესე რომ ვთქვათ, ძალიან ლამაზად შექმნილი ეს შესანიშნავი ამბავი არის იმისთვის, რომ შეინახოთ თქვენი დოკუმენტები. მე პირადად ყოველთვის ვეძებ ხოლმე და ვერასდროს ვერ პოულობ არათუ დოკუმენტებს, რაღაც ხელნაწერებს სახლში რაც გჭირდება რა აუცილებელი დოკუმენტები ყოველთვის არის ხოლმე ძებნის საგანი და აქ შეგვიძლიათ რომ ყველაფერი ერთდროულად ერთ სივრცეში მოვათავსოთ და წინაზე რომ ჩემი შვილის დაბადების მოწმობა მოვათავსოთ, ამჯერად უკვე ჩემი ბაკალავრის დიპლომია წარმოდგენილი აქ და მაგისტრატურის დიპლომიც ის სახლში დავტოვებ. ხო და ნელ-ნელა შევავსებ. კი, ნელ-ნელა შევავსებთ და ეს შევსება გაგრძელდება 30 დღის განმავლობაში. 30 დღის შემდეგ კი უკვე გახდება ცნობილი ვინაობა გამარჯვებულისა იმ გათამაშებაში, რომლის პირობებსაც უკვე ხვალ დილის ეთერში დეტალურად გაგაცნობენ ჩვენი თანაწამყვანები. მანამდე კი თქვენ შეგიძლიათ რომ დილის პალიტრის Facebook ან Instagram გვერდზე მოგწეროთ, საკმაოდ მარტივად იძებნება ჩვენი გვერდი. მოძებნოთ მოგწეროთ თქვენ რა შეინახავდით ამ საცავში და ყველაზე კრეატიული, ორიგინალური და საინტერესო იდეის ავტორი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება, ასე რომ შემოგვიერთეთ ამ გათამაშებაში, ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო ამბები გველოდება წინ. შემოგვიერთეთ, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან კარგი იდეა და შემთხვევით რომ არ გავიმარჯვა, ასე რომ თქვენმა მაყურებელმა არა, ვიტყვიან რომ ჩაწყობილი, ამიტომ თათა ვერ გაიმარჯვებს, ვერც რომა გაიმარჯვებს და თქვენ უნდა მოიდომოთ, რათა ეს შანსი გამოიყენოთ. ახლა კიდევ რომ გადავინაცვლოთ პალიტრაელის ახალი ღონისძიების შესახებ. შესწავლებზე უნდა ვისაუბროთ. თინეიჯერი აღარა პალიტრაელი, მე ესე ვთქვი უკვე წინაზე, 20-ის გახდა და აი ამ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით 14-დან 16 ნოემბრის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ყავს სტუმრად პალიტრაელის პროექტების მენეჯერი თაკო წულაია და ასევე გამოცემა პალიტრაელის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ელისაბედ ფირცხალავა. მოგესალმებით დილამშვიდობისა, მადლობა მომბრძანებისთვის. რა სიახლეებს გვპირდება აღნიშნული ფესტივალი და რით არის ის გამორჩეული? არ ვიცი, ვისთან გადავიდე შეკითხვით, დაიწყებ. მე დავიწყებ. გამომცემლობა პალიტრაელი უკვე 20 წელია ცდილობს, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის საინტერესო პროდუქტი შექმნას და შექმნას საინტერესო პროდუქტი ნებისმიერი ჟანრის მოყვარული მკითხველისთვისაც. თბილისის წიგნის დღეები ყოველწლიურად არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველანაირად ვცდილობთ ხოლმე, რომ მკითხველისთვის გქონდეს შეძლების დაგვარად ბევრი სიახლე, რომელიც მას კარგად დაამახსოვრდება და რომელიც მას დააინტერესებს. საბავშვო კატეგორიას რაც შეეხება, საბავშვო კატეგორიაში ჩვენ გვაქვს სიახლეები არა მხოლოდ წიგნის სახით, არამედ გვაქვს პალიტრა სტუდიასთან კოლაბორაციით შექმნილი საბავშვო ჭადრა კიდს, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლე საბავშვო კატეგორიაში. ჩვენს პატარა მკითხველს და ჩვენს პატარა მეგობრებს პალიტრა სტუდია შეეგებება სხვადასხვა თამაშით, პაზლებით, გასაფერადებლებით და წიგნებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს გამოცემული თანამედროვე ქართველი მწერლის ვასო გულეურის ახალი წიგნი სიზმარში დაკარგული ბიჭის ამბავი და ამასთან ერთად ვზრუნავთ იმაზეც, რომ გამოვცეთ უცხოელი თანამედროვე საბავშვო მწერლებით, შესაბამისად გამოვეცით ალექს დესმიტის New York Times-ის ბესტსელერი ავტორის წიგნი მაგნატუნაც. ამიტომ საკმაოდ ისეთი დიდი კატეგორია გვაქვს ბავშვებისთვის, საინტერესო წიგნები გვაქვს, საინტერესო სიახლეები გვაქვს და ჩვენს მკითხველს შეეძლება რომ მოვიდეს ჩვენს სტენდთან და გაეცნოს ჩვენს იმდენი სიახლე ჩამოთვალეთ და ხო ეს ლიტერატურის მრავალფეროვანი არჩევანი რომ არ ვიცი რომელზე გავამახვილო ყურადღება და თაკოსთან გადავალ შეკითხვით ზოგადად რა ამბებია და კონკრეტულად ლიტერატურული თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი ჩვენი მკითხველისთვის. ეს ფესტივალი მკითხველისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ამ ფესტივალისთვის ვემზადებოდით ბოლო რამდენიმე თვე და ვცდილობდით რომ ყველა გემოვნების მკითხველისთვის ვქონოდა სასურველი წიგნი, ამიტომ ყველა სერიაში თითქმის გვაქვს სიახლე და სერიებს რა თქმა უნდა ყავს თავიანთი მკითხველები, რომლებიც განსაკუთრებით ელოდებიან ახალ გამოცემებს ამ სერიის ფარგლებში. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენც ხვდებით მკითხველებს, ჩვენ თავადაც წიგნის დღეებზე ვიქნებით და ნახავთ როგორ ხვდებიან იმ წიგნებს, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავეთ. რაც შეეხება კონკრეტულ სიახლეებს, აი მაგალითად აქ ჩანს ჰაიკუ, რომელიც შეიქმნა იმ მკითხველებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებს პოეზია. ამ კრებულის მნიშვნელობა იმითაც არის განპირობებული, რომ აქ არის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორის ჰაიკუები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავაკვირდეთ თემატურად თუ შინაარსობრივად დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა ეს ტრადიციული ჟანრი.
ასევე გვაქვს ქართველი ავტორის აიკუების, ეს ციგნიც აქ გვაქვს, გიორგი ჭკადუას ამბავი. სადაც არის ძალიან ლამაზი ილუსტრაციები და ტექსტები, რომლებიც არატრადიციულია ფორმით, თუმცა მიყვება იმ მიზანს, რაც აიკუს აქვს, ისეთი შთაბეჭდილებები მოიხელთოს, რომელიც შეიძლება ადამიანს ყოველდღიურობაში გამოეპაროს. ძალიან საინტერესოა. ერთია, რომ ლიტერატურული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი და მეორეა, რომ ბავშვთა გასართობი სივრცეც იქნება ძალიან კარგად აქტიურად ათვისებული და გამოყენებული და ჩვენი წინასწარმობის დროს პალიტრა სტუდიოს ეს ძალიან ლამაზი ნამუშევარი აუცილებლად მინდა გავხსნე კიდევ ერთხელ და მაყურებელს ვაჩვენოთ. თან შანთა და თან შიგნით არის ჭადრაკის ფიგურები და ჭადრაკის დაფა შესაბამისად რო გაშლით ამას დიდი ჭადრაკის დაფა იქნება და აბა ფიგურები ნახე როგორი კარგია. წინაზე ცოტა მემძიმასავით, ანუ მძიმე კაი ხარისხიანი მატერიაა და ძალიან ლამაზი ფიგურებია ბავშვებისთვის განსაკუთრებით. აი ეს რომელი ფიგურა, სპილოა, რომელსაც გვირგვინი ადგას თავზე და სავარაუდოდ მეფეა, თუმცა რადგან მე თვითონ არ ვიცი სამწუხარო ჭადრაკის თამაში ვერ გეტყვით. მე ძალიან მიყვარს ჭადრაკი და ეს პროექტი შევქმნით ჭადრაკის ასოციაციასთან ერთად. ისინი მათ გვირჩიეს ყველა ის ცხოველი, რომელიც შეესაბამებოდა თვითონ ნამდვილი ჭადრაკის ფიგურებს და ისინიც საკმაოდ დიდი ინტერესით ელოდებიან ამ პროექტს. მომავალში კი წიგნიც ექნება, რომელიც ამ ჭადრაკის ლეგენდას გაცნობს ბავშვებს. Toy Story-ზე რო საუბრობთ, მეხუთე ნაწილი გამოდის და ესე გაცოცხლებიან ღამით და იგებენ. მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს რაღაცას წარმოდგენა შევქმნათ, ვინც არ არის დამყოფი გარემოსთან დაკავშირებით, ანუ შესაძლებელია ის, რომ მე მოვიდე მაგალითად მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, შემიძლია წიგნებიც წავიკითხო, გავეცნო, ასე რომ ვთქვათ, ახალ ლიტერატურასაც და ასევე ბავშვიც შემიძლია დავტოვა თავის სივრცეში, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ასევე თვითონაც კარგად გაერთობა. ხომ აი ეს რაღაცნაირად როგორ არის დაბალანსებული, როგორ გავხსნათ? გამომცემლობა პალიტრაელს აქვს საბავშვო სივრცეც წელს, სადაც პატარებს შეეძლებათ, რომ გააფერადონ გასაფერადებლები, ითამაშონ პაზლებით, სამაგიდო თამაშებით და ასე შემდეგ. ხოლო ზრდასრულ მკითხველს შეეძლება, რომ გაიცნოს ჩვენი არაერთი მთარგმნელი და მწერალი, რომელიც ასევე დაესწრება თბილისის წიგნის დღეებს. ასევე გვექნება არაერთი წიგნის წარდგენა მთავარ სცენაზეც და ჩვენი განრიგი არის ხელმისაწვდომი ჩვენს სოციალურ ქსელებზე. და სამაგიდო თამაშებზეც ვიცი რომ გაქვთ სიახლეები და აი ესეც რომ მოგვახსენოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც რაღაცა თითქოს ამ ბოლო წლებში ბევრად უფრო აქტიური გახდა სამაგიდო თამაშები ჩვენს ქვეყანაში. სამაგიდო თამაშებს რაც შეეხება ჭადრაკთან ერთად ჩვენ ასევე გვაქვს სიახლეები პაზლების სახით, გვექნება ვან გოგის ნახატების პაზლი, რომელსაც მოყვება საოცარი წიგნი მართლა და იქნება ეს ძალიან ესეთი დიდი და მასშტაბური პროექტია და ამასთან ერთად უფრო დაბალი ასაკისთვის და პატარა ასაკისთვის გვექნება ასევე პაზლის სიახლე, რომელსაც მოყვება თავისი გასაფერადებლები და წიგნიც. და ისევ ლიტერატურას რომ დაუბრუნდეთ, როგორც ვიცით, ბევრი მწერალიც იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ ფესტივალზე და აი მწერლებსა და მკითხველებს შორის გასაუბრების შესაძლებლობა რომ ექნებათ თავად მკითხველებს ამაზეც რომ ვისაუბროთ, ისევ თქვენთან გადმოვალ შეკითხვას. დასრულ მკითხველებს დახვდებიან ის ავტორები და მთარგმნელები, რომლებიც მათთვის ქმნიან წიგნებს და ასევე მთავარ სცენაზე დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის არის მაგალითად მარგარეტ ეტვუდის ახალი წიგნის აღთქმების წარდგენა და ასევე ჯეიკობის ოთახს წარვადგენთ ვირჯინია ვულფის რომანის ახალ თარგმანს და თარგმნელთან გასაუბრების საშუალება ექნება მკითხველს თუ რამე აინტერესებს წიგნთან დაკავშირებით. და რატომ უნდა მოვიდნენ? შევახსენოთ, რომ ორი რიცხვებში არის დაგეგმილი და რაღაცნაირად ანონსივით, ასე რომ ვთქვათ, შევაჯამოთ. შევაჯამოთ. ეს წერია ეკრანზე და კარგი არ წერია, მაგრამ მაინც სად მოვიდეს მაყურებელი მკითხველი ჩვენი მეგობრები სადნო შევიკრიბოთ, სადნო მოვიდეთ და რა დავხვდებათ ადგილზე ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ და ამით დავასრულოთ დღევანდელი ეტაპი. ექსპო ჯორჯიაში უნდა მოვიდნენ. და დახვდებათ არა მარტო ის წიგნები, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ, არამედ ძალიან ბევრი სხვა ახალი თარგმანი, მათ შორის ახალი სერიის პირველი წიგნი, რომელზეც დღეს სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ საუბარი, თუმცა შეძლებენ რომ წიგნის დღეებზე შეიძინონ ამ სერიის პირველი წიგნი და ასევე შეხვდნენ რაც მთავარია იმ ადამიანებს, ვინც მათთვის ქმნიდნენ წიგნებს მთელი განვლილი დროის განმავლობაში. ხო, გვაქვს დრო რომ მოვასწროთ. თუ გვაქვს დრო, მაშინ სიამოვნებით წარმოვიდგენთ ახალ სერიას. ეს არის სკრიპტორიუმი, რომელიც ჩვენთვის ძალიან განსხვავებული სერიაა. იმიტომ რომ ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა,
ეს არის არამხატვრული ნაწარმოები, რეი ბრედბერის ძენი და წერის ხელოვნება, სკრიპტორიუმის პირველი წიგნი, რაც შეეხება თავად სერიას, ეს სერია გაერთიანებს იმ წიგნებს, რომლებიც იქნება ლიტერატურის შესახებ. მწერლების მემუარებს, ერთგვარ წერის სახელმძღვანელოებს იმ ავტორებისთვის, რომლებსაც თავადაც ვსურთ, რომ ავტორები გახდნენ ერთ დღეს. და ის ცნობილი მწერლები, რომლებსაც ჩვენ თავიანთი რომანებით ვიცნობთ, ამ სერიის ფარგლებში ერთგვარ კულისებში შეგვიძღვებიან და საშუალებას მოგცემენ, რომ მათ მაგიდას მივუახლოვდეთ და ვნახოთ, როგორ იქნებოდა ის ტექსტები, რომლებიც ასე გვიყვარს. კარგი, რომ ეს ამბავი არ გამოგრჩათ. ის მოყვარს ახალი წიგნების თუნიდან და უკვე ის მე ძველების მოყვარს, მაგრამ არც ახებს ვერ ჩინებია. ხო, არა, ნამდვილად, მაგრამ ხო, ორივეს რაღაც განსაკუთრებული, ესე რომ თქვა, თავისი ხიბლი აქვს, მოკლედ მართლაც დღესასწაული არის დაგეგმილი. ექსპო ჯორჯიაში 14-დან 16 ნოემბრამდე, ამიტომაც მგონია, რომ ჩვენმა მაყურებელმა უნდა გაითვალისწინოს და მოინიშნოს კალენდარში ეს დღეები და თავშესაქცევად ექნებათ, მოკლედ ძალიან ბევრი საშუალება, ამიტომ ყველას გისურვებთ, რომ დაგეგმოთ თქვენი დღე წიგნის დღეების მიხედვით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და მადლობა იმისთვის, რომ საკეთებთ. მადლობა პალიტრა ელს.